ჩვენი პირველი სტუმარი სერგი კაპანაძე ნაციონალური მოძრაობიდან საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე საღამოშიდობისა ბატონო სერგი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის პირველ რიგში გყავთ ფავორიტი კი რა თქმა უნდა მყავს თუმცა არ ამგონია რომ ეხლა გაგიფხილოთ კარგით მაშინ შემდეგ კითხვას დავსვავ რა შეიძლება იყოს შესაძლებლობა ერთის ან მეორის შემთხვევაში არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მსოფლიოსთვის და მასზე მიბმული საქართველოსთვის ამ არჩევნების ერთი ან მეორე შედეგით. მეც გეტყვით რომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები რომ საქართველოს დაბრუნდეს დღის წესრიგში ამერიკის და რუსეთის ურთიერთობის და ზოგადად გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში რა თქმა უნდა ჩვენ განსხვავებულად შეგვიძლია შევაფასოთ თითოეული კანდიდატის შემთხვევაში ეს როგორ მოხდება ჰილარი კლინტონის შემთხვევაში ჩვენ გვყავს კანდიდატი რომელიც საქართველოში ნამყოფია საგარეო ურთიერთობებს კურირებდა წლების განმავლობაში სახელმწიფო მდივანი იყო კარგად იცნობს საქართველოს და საკმაოდ გამოკვეთილი მკაფიო პოზიციები აქვს ბევრ თემაზე რომელიც რუსეთთან დაკავშირებით ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი მათ შორის იგივე უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის შემთხვევაში ცოტა უფრო ნაკლებად არის ცნობილი მისი დამოკიდებულება თუმცა ტრამპსაც ყავს გუნდში ისეთი ადამიანები რომლებიც ამ რეგიონზე მუშაობენ და ზოგადად იგივე აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით, იგივე ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციებით არიან გამორჩეული. აქედან გამომდინარე, ერთი შემთხვევაში უბრალოდ ჰილარი კლინტონის შემთხვევაში ცოტა უფრო მეტად ვიცით, რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი და ცოტა უფრო ნაკლებად ვიცით ტრამპის შემთხვევაში. ეს არის ძალიან მოკლედ რაც შემიძლია გითხრათ იმაზე თუ რა უსულა ველოდეთ ამ არჩევნებისგან. შეგიძლიათ მითხრათ რა შეიძლება იყოს დონალდ ტრამპისთვის მუხრუჭი იმ შემთხვევაში თუ კი ის მოინდომებს მთელი იმ პროგრამის ერთ-ერთი განხორციელებას რაც წინასწარ თქვა და რამაც მას მოუტანა აი ეს არაპოპულარობის დიდი ტალღა რაც მიიღო თქვა ამორჩევლისგან მემხედველობაში მაქვს თქვა პუტინთან მისი დამოკიდებულება თქვა უმცირესობებთან თქვა ასევე მექსიკელებთან არალეგალებთან მუსლიმებთან და ასე შემდეგ ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს საგარეო ვექტორი პუტინის თემა ხო საქმე რა შეეცით რომ ტრამპის გამონათქვამების ბევრი ვარიანტი არსებობს და ბევრჯერ უთქვამს ერთ და იგივე თემაზე სრულიად განსხვავებული პოზიციის მქონე წინადადებები ან სხვადასხვა შეფასებები. ამიტომ თქვენთაც არ მოხდეს ერთი არის ნაწილია იმ შეფასებებისა, თუმცა არის მე სხვა შეფასებები, კიდე სხვა განცხადებები, რომელიც იგივე რუსეთთან მიმართებაში საკმაოდ ძლიერ ხის პოზიციას ეხებოდა. ამიტომ ძალიან ძნელია ეს კონტექსტი რომ ამოვიღოთ ერთი რომელიმე განცხადება მისი და შევაფასოთ. ტრამპის ზოგადად როგორც ფენომენის ამერიკულ პოლიტიკაში ასე ვთქვათ დამახასიათებელი ის არის რომ ძალიან ძნელია კვეთრად განსაზღვრულად თქვა თუ რა იქნება მისი პოლიტიკა და რა არის მისი ხედვა მთელი რიგი საკითხების მიმართ. ამიტომ ეხლა ნებისმიერი შეფასება იქნება მხოლოდ და მხოლოდ ნაწილის შეფასება მისი განცხადებების თუმცა ამერიკის სახელმწიფოს მოწყობის თვალსაზრისით სწორედ ამიტომ ვკითხულობ მუხრუჭებთან დაკავშირებით რა არის ბერკეტები რასაც ტრამპს როგორც ერთ ფიგურას თუნდაც არჩეულს შეაკავებს ეს არ არის თქვათ ერთი ადამიანი რომელიც შეცვლის მთელ სისტემას და ქვეყანას ხომ აი რა ტიპის ბერკეტების იმედი უნდა კონდეს თუნდაც საქართველოსაც თუ კი მან რაღაც ისეთი პოლიტიკა აწარმოა რომელიც თქვათ მთლიანად გახდის საქართველოს კიდევ უფრო პრობლემურს რეგიონში და შეუქმნის მეტ პრობლემას. ხო კიდევ ერთხელ მე არ მინდა ისეთ პოზიცია დავიჭირო რომელიც როგორც აი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს არ მინდა ისეთ პოზიცია დავიჭირო რომელიც საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობების აი ამ ფორმატის მიღმა იქნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ნებისმიერი პრეზიდენტის შემთხვევაში ჩვენ უნდა დავრჩეთ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ეს ეხება არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ასევე თავად ოპოზიციურ ძალასაც ქვეყანაში. ანუ შესაბამისად მე არ მოვახდენ არტიკულირებას უფრო მკაფიო პოზიციისა. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკაში მიუხედავად იმისა პრეზიდენტი ვინ იქნება ძალიან ძლიერი პოზიცია უჭირავს კონგრესს, რომელიც ამ შემთხვევაში არის რესპუბლიკური და რომელიც საკმაოდ განსაზღვრელი იქნება ბევრი მიმართულების, მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულების და რომელიც შეიძლება დიდი პრობლემის შემქმნელი იყოს
როგორც ჰილარი კლინტონისთვის, როგორც დემოკრატების კანდიდატისთვის, ისე თვითონ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლისთვის, ანუ დონალდ ტრამპისთვის. ამიტომ ძალიან ძნელი ახლა მუხრუჭებზე ვლაპარაკობ, პირველ რიგში საუბარია ბუნებრივია ინსტიტუციური მუხრუჭები, ხო ეგრეთ წოდებული. ეს არის კიდევ ერთხელ კონგრესი და ეს შეიძლება იყოს ასევე ის გუნდები, რომელიც ეყოლებათ ორივე ამ კანდიდატს იმ შემთხვევაში თუ ისინი გაიმარჯვებენ. ჩვენ შეჯერობით არ ვიცით ზუსტად თუ ვინ იქნებიან ეს გუნდები, ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები და მხოლოდ ყურმოყვრით ვიცით თუ ვინ შეიძლება იყოს იგივე სახელმწიფო მდივნის პოზიციებზე. ამიტომ არ არის ესეთი ნათელი და ესეთი გარკვეული კიდევ ვინ იქნებიან აქტორები იგივე საგარეო პოლიტიკის კუთხით. ამიტომ ეს ალბათ გამოჩნდება ძალიან მალე და ამას უნდა დაველოდოთ თუ ეგ შეფასება გავაკეთოთ. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რა თქმა უნდა მე თვითონ შეიძლება პირადად ამერიკის მოქალაქე რო ვიყო გადაწყვეტილი მქონოდა ვის დაუჭერდი მხარს, მაგრამ საქართველოსთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება რომ იმის და მიუხედავად ვინ გახდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მასთან დავამყაროთ კარგი ურთიერთობები, ვითომედ რომ ორივე კანდიდატი საქართველოს იცნობს, ორივე მათგანი საქართველოში ნამყოფია, როგორც თბილისში ისე ბათუმში, მაღალი დონის შეხვედრები გამართული აქვს ჩვენთან, ჩვენ პრობლემატიკას საკმაოდ კარგად იცნობენ და ეს უნდა იქნას გამოყენებული ჩვენი ურთიერთობებისთვის და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მიუხედავად იმისა, ვინ იქნება კონკრეტული პრეზიდენტი, როგორც არის მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ბოლო 4 წელია სამწუხაროდ არის გაჩერებული. ესეთი ტიპის საკითხები უნდა იყოს წამოწეული დღის წესრიგში ჩვენი მხრიდან. ბატონო სერგი, თქვენ შემდეგ ჩვენ გვეყოლება ქართული ოცნების წარმომადგენელი და მასაც დაუსვამთ ამ შეკითხვას, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ საქართველოს მთავრობას აქვს თავისი სტრატეგიული ხედვა, როგორ მოიქცევა ერთი კანდიდატის ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მათი პროგრამებიდან, მათი წინასწარი განწყობებიდან გამომდინარე? მე სამწუხაროდ რასაც ვაკვირდები, უნდა გითხრათ, რომ მე არ მგონია, რომ ამ წუთში საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს მაგალითად მჭიდრო ურთიერთობები დამყარებული ან ერთი ან მეორე კანდიდატის გუნდებთან. იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ერთი ისე მეორე კანდიდატის გუნდები იქნებიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ პოლიტიკას. შეიძლება ერთი კანდიდატის შემთხვევაში უფრო მეტად ჰქონდეთ, მაგრამ მეორე შემთხვევაში მე როგორც ვიცი, ეს ურთიერთობები არ არის, არათუ ღრმა, შეიძლება მთლიანადაც არ იყოს. ამიტომ მე არ მგონია, რომ ჩვენს ხელისუფლებას რაიმე წინასწარი სამუშაო ჩაეტარებია ამ კანდიდატებთან, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, იმიტომ რომ რაც უფრო ადრე იცნობენ ის ადამიანები, რომლებიც ან ერთი ან მეორე კანდიდატის გუნდში არიან საქართველოს პრობლემატიკას, მით უფრო მერი არიან ხოლმე დაინტერესებულები და უფრო ჩართულები კონკრეტული საგარეო პოლიტიკური საკითხების მოგვარებაში. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ჩვენთვის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში მათთან კარგი ურთიერთობების დამყარება. მე ბოლო 4 წელს, როდესაც ვუყურებ და ვაფასებ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, ნამდვილად არა ვარ იმედიანად განწყობილი, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჩააგდო საქართველოს ხელისუფლებამ, ამას დანანებით ვამბობ და ნამდვილად არ ვამბობ სიხარულით, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამერიკასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ აქ როცა ამას ვამბობ, მე დიპლომატიაზე და საგარეო საქმეთა სამინისტროზე ნაკლებად საუბრობ უფრო მეტად პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. თქვენ იცით, რომ საკმაოდ პრობლემატური იყო მაღალი დონის ვიზიტი პირველ პერიოდში, პრობლემატური იყო მერე თავისუფალი ვაჭრობის ირგული მოლაპარაკებების დაწყება, რომელიც არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ 12 წლის იანვარში ითქვა პრეზიდენტ ობამას მიერ, რომ მაღალი დონის მოლაპარაკებები უნდა ყოფილიყო დაწყებული და 4 წელი გავიდა და ეს არ მომხდარა სამწუხაროდ და ასევე ცალკე ხაზგასაცმელი არის, ასევე დანანებით ვამბობ ამას, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ელჩის ძალიან უცნაური განცხადებები, რაც ნამდვილად არ მგონია, რომ კარგი ყოფილიყო ჩვენი მომხდარი ურთიერთობები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, ამერიკა რჩება ჩვენთვის სტრატეგიულ პარტნიორად და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო შეიძლება რომ გაღრმავდეს და მე მგონია რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა ეცადოს რომ ამაზე მოხდეს კაპიტალიზაცია. ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის გზნობის მქონე ოპოზიცია ნამდვილად ყველაფერს ვიზამთ რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს და საქართველოს ამერიკის მიერ ახმული იქნას როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის
ქვეყანა, რომელსაც პრობლემები გააჩნია პირველ რიგში ოკუპაციასთან დაკავშირებით და რომ მათი როლი ამ კონკრეტულ პრობლემაში რუსეთთან ურთიერთობებში და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს ამას ვისურვებდი მე. და ფინალში ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო კითხვა მინდა დავსვა. ჰილარი კლინტონს უკვე პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული გადატვირთვის პოლიტიკაში, რომელმაც არ გაამართლა. ეს იყო პრეზიდენტ ობამას პირველი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ახლიდან დაწყების თვალსაზრისით. ახლა როგორც ჩანს, იგივე მცდელობა თუ კი გახდება პრეზიდენტი ექნება ტრამპსაც. როგორ დამთავრდება ამას ვნახავთ, თუმცა მე მაინტერესებს დავსვა შეკითხვა. შეიძლება თუ არა რაიმე მოცემულობამ, კონტექსტმა უარი ათქმევინოს საქართველოზე, როგორც საკუთარ ინტერესზეც ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთთან სხვა თემებზე შეთანხმების შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად აქტიურები ვიქნებით ჩვენ არაფერი არ უნდა მივიღოთ საგარეო პოლიტიკაში მოცემულობად. ჩვენ ხედავთ როგორი ცვალებადი არის ჩვენს გარშემო საგარეო პოლიტიკა და როგორი დინებები არის ჩვენს ირგვლივ, რა პროცესები მიდის სირიაში, როგორი არის თურქეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება ბოლო პერიოდის განმავლობაში, იგივე რუსეთის გააქტიურება მარტო ამ რეგიონში კი არა და უკრაინასთან მიმართებაში კი არა, უფრო დიდ რეგიონში, იგივე სირიაში. ჩვენ ხედავთ რა პრობლემები არის ევროპის შიგნით, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს იგივე ევროპის აღქმაზე ჩვენ ამ რეგიონთან მიმართებაში, იმიტომ რომ უბრალოდ დღის წესრიგი არის გადატვირთული ძალიან მარტივად რო ვთქვათ და თუ ჩვენ სხვა დღის წესრიგის პირობებში უფრო ეს ვიქნებოდით, მისაღები ვიქნებოდით ევროპისთვის და უფრო მეტად იქნებოდა დაინტერესებულები, დღეს ასე სამწუხაროდ არ არის, ამიტომ არაფერი არ უნდა ჩავთვალოთ, რომ არის მოცემული და გარანტირებული იქნება. ჰიპერაქტიურობა ჭირდება ჩვენ საგარეო პოლიტიკას, კიდევ რომ განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ახალი პრეზიდენტი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ ამერიკას ახასიათებს, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში პირველი რამდენიმე თვე საკმაოდ ფრთხილად უდგება ხოლმე საგარეო პოლიტიკურ და არა მარტო საგარეო პოლიტიკურ საკითხებს და ეს უნდა იქნას გამოყენებული ჩვენს მიერ საკმაოდ ეფექტურად. კიდევ ერთხელ მე არ მაქვს ბევრი ასეთი გადაჭარბებული იმედი, დიდი იმედები არ მაქვს ნამდვილად ამ ჩვენი ხელისუფლების შემყურე, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ არ გავქრებით კიდევ უფრო დღის წესრიგიდან. ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ მარტო კანდიდატზე არ არის დამოკიდებული, ვინ გახდება პრეზიდენტი, ჩვენს აქტიურობაზე არის დამოკიდებული, გარემო პირობებზე არის დამოკიდებული, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენი აქტიურობა არის ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება იყოს განმაპირობებელი ჩვენი თემატიკით ამერიკის დაინტერესების. ახლა ჩვენ ხედავთ დონალდ ტრამპს კადრში, პირდაპირ ეთერში არის ეს მომენტი, როდესაც თავად აძლევს ხმას დონალდ ტრამპი არჩევნებში. ნახავთ როგორ დასრულდება ტელეკომპანია პირველი მიადევნებს თვალს დეტალურად ამ არჩევნებს თქვენ ჩემი გადაცემის დასრულებისთანავე შეგიძლიათ ნახოთ CNN-ის ვთქვათ მაუწყებლობა თარგმანი ქართულად და მოისმინოთ ყველა დეტალი რაც უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებს. ბატონო სერგი, ბოლო შეკითხვა თქვენთან რა კიღა პარტიის წარმომადგენელი ხართ ამ შემთხვევაში ჩემს ეთერში, მინდა კითხოთ როგორ აღიქვა პარტიამ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის თემა და მით უმეტეს ის გამოხმაურება რაც უკვე მოყვა პოროშენკოსგან ამ ნაბიჯს. მე მაინტერესებს თქვენ ეს აღიქვით მარცხად თუ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერისთვის ახალ შესაძლებლობად. ბუნებრივად თუ კი კვლავ აღიქვამთ მას ლიდერად. მე მგონია რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში ბოლო თვეების წლების განმავლობაში ხდება, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, ვინც ადევნებს თვალყურს უკრაინას, საკმაოდ ნათელი იყო მათთვის, ჩემთვისაც მათ შორის, რომ რაღაც ეტაპზე სააკაშვილი წავიდოდა ოპოზიციაში ხელისუფლების, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დაანონსებული იყო მის მიერ და მართველი გუნდის მიერ, ვერ იქნა გადაჭრილი და როგორც ჩანს ის პრობლემები, რომლებიც უკრაინაში ზოგადად არსებობს, დაწყებული კორუფციით, დამთავრებული არაეფექტური ბიუროკრატიით, საკმაოდ სერიოზულ მიხედვას საჭიროებს. ამიტომ ჩემთვის არ იყო გასაკვირი გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილმა მიიღო. მე ვთქვია, რომ მისი როგორც ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსის და უკრაინის პოლიტიკაში ერთ-ერთი ლიდერის იქაურ კარიერაში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მორიგი ეტაპი არის, იმიტომ რომ მან ღიად გააკეთა განცხადება, რომ ის აგრძელებს ბრძოლას კიევში და შესაბამისად მას იგივე სხვადასხვა რეიტინგები რო ავიღოთ, საკმაოდ
კარგი მდგომარეობა აქვს და პრესტიჟი აქვს იქაურ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ცალსახა შეფასება მარცხი თუ გამარჯვება ძნელი არის მორიგი ეტაპი, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის პირადად დაკვირვება ამ ეტაპზე იქნება ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, წარმატებები მინდა მას უსურვო, იმიტომ რომ ზოგადად მიმაჩნია, რომ ამ პრობლემების დაძლევა უკრაინაში და ზოგადად ჩვენ რეგიონში არის მნიშვნელოვანი. აღარ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენთვის აი დრამატული შეცდომა, რაც დაუშვა საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში, არის ის, რომ მათ პირადული პრობლემები, რომელიც გააჩნდათ სააკაშვილთან, ანაცვალეს, ასე ვთქვათ, უკრაინასთან კარგ ურთიერთობებს და მე მგონია, რომ ეხლა, როდესაც შეფასებები ვნახე მართველი გუნდისგან, საბჭოება დამჩა, რომ ზუსტად იგივე მდგომარეობაში არიან. ანუ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო ჩვენთვის არის სტრატეგიული პარტნიორი, ისეთივე სტრატეგიული პარტნიორი არის, აი ამ კონცეპტუალურად, როგორც ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატები, აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, ამერიკის წონა გაცილებით უფრო დიდი არის და მნიშვნელობა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და აი ეს პირად ურთიერთობებს და პირად მომენტებს არ უნდა გადააყოლოს არავინ ოთხივე ურთიერთობები და სამწუხაროდ ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ამას მინდა ხაზი გაუსვათ, უბრალოდ იმიტომ რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ არც ერთი მაღალი დონის ვიზიტი არ გვინახავს უკრაინაში და ეს არის ძალიან ცუდი, ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ უმციფარი პოლიტიკა ქონდა საგარეო სტრატეგიული პარტნიორის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ჩვენ როგორც ოპოზიციური ძალა ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ მათ მოუწოდოთ და ბიძგი მივცეთ, რომ უკრაინასთან ქონდეთ კარგი ურთიერთობები მიუხედავად იმისა, იქ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არის არ არის თუ ყოფილი მოქალაქეები თუ საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა ჩართული იქაურ პოლიტიკურ სისტემაში. იმიტომ რომ ეს არის ფინალში მე ერთი კითხვა დავსვა კიდევ, როდესაც თქვენ ახლა ახსენებთ და იხსენიებთ სააკაშვილს როგორც უკრაინულ პოლიტიკოსს, ისიც ასე აღიქვამს თავს, როგორც ჩანს, ის ამბობს, რომ ის გაიმარჯვებს არა საქართველოში, არამედ უკრაინაში, დღეს ასეთ განცხადებას აკეთებს. მე მაინტერესებს, აი პირდაპირ ვიკითხოთ თქვენთან, მე ეს კითხვა არ დამისვამს. ესე ცოტა შეიძლება ჟარგონულად ჩაეხსნა სააკაშვილი პარტიას ნაციონალური მოძრაობა, ანგნებად დაკარგა მან საბოლოოდ პარტია. ის ფაქტი, რომ სააკაშვილი არ არის მოქალაქე საქართველოსი და პარტიის თავმჯდომარეობიდან ამის გამო მას მოუწია წასვლა და ის რომ ჩვენ ეხლა ვართ ეტაპზე, როდესაც განახლება მიდის პარტიის შიგნით, მით უმეტეს ამ არჩევნების შემდეგ გვექნება ახალი ყრილობა, რომელზეც გვეყოლება თავმჯდომარე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც მომდევნო ეტაპზე გადავედით, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ როლი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის, როგორც ამ პარტიის, ისე პირველ რიგში ქვეყნის მშენებლობაში ნიველირებულია, ვინმე ამაზე უარყოფითად საუბრობს, მე მაშინ ეს იქნებოდა არაბუნებრივი, უმადური და არასწორი ზოგადად, მაგრამ ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინაში, იქაურ პოლიტიკურ პროცესებში არის ჩართული და იქაური საქმეებით არის დაკავებული, თვითონაც როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, დღეს ამას ხაზი გაუსვა. დიდი მადლობა. სერგი კაპანაძე იყო ნაციონალური მოძრაობიდან. მადლობა. პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. დიმიტრი ცქიტიშვილთან გადავდივართ, ქართული ოცნების წარმომადგენელთან. საღამოშიდობისა ბატონ დიმიტრი, ის გახლავთ ოცნების ის 35 ნომერი, შესაბამისად მომავალი პარლამენტის წარმომადგენელიც. მე მაინტერესებს თქვენთან